მერტმა დაგდოს გაგახაროთ, გაგაძლიეროთ ჩვენი სულიერი ზრდის ფართობი, ტრამპლინი, გარბენის ბილიკი, როგორც ეთქვია დედამიწაზე არის აქ, სადაც ვიმყოფებით, ამიტომ მეტი უნდა ვიღვაწოთ მართლაც და განთავისუფლდეთ ყოველგვარი მიღებისა და ვაკეთებისა. ახლა სულ განცდილებული და სულ განთავისუფლებული ამიტომ ვერ ვიქნებ, მაგრამ ცდილობა მაინც გამია, რომ ეს რაც ამჯერად ვადებ ძელში, რაც ვაკეთებ, გავიდეს და თავისუფლად ვეცხოვროთ, მე თავისუფლად შევისწავლოთ ეს სულიერი მარკა, თავისუფლად ძლიერად უფრო წარმატებით იმ წინააღმდეგობებს, რასაც ეს სოფელი უხვად გვივლენს ხოლმე. უამრავი წინააღმდეგობა, უამრავი ეს ვთქვათ საწინააღმდეგო ნაკადი მოდის დიდი, მაგრამ ჩვენ პირიქით ამ ნაკადის საწინააღმდეგოდ მივცურავ ვცდილობ განთავისუფლდეთ ყოველგვარი ზედმეტისაგან, ილუზიებისაგან, ბალასტისაგან, ჯაჭვებისაგან, რაც გვამძიმებს, გვყავს სულიერად, გვიხუთავს სულს და უფრო მეტად უნდა ვეცადოთ სულგრძელობით, სიყვარულით, პატიებით, როცა ხალხშენდობის კვირა, ხო, პატიებით, შენდობით, ყველა მონამილს მე თქვენ შეუძლებს. გაცნობიერებით, გამოსწორებით პირველ რიგში საკუთარი თავის და რა, სხვათა დევნის და სხვათა გამოსწორების მოყვასა. მან დემადა ზუსტად უკეთესი გახდა და საუკეთესო გახდა, რა შეიძლება იმას უნდა ყოფნა, ხო? კარგია ყველას და უსულოთ რომ გააცნობიერო შეინანონ ქრისტესთან ჭეშმარიტებასთან მივიდნენ გააცნობიერო მიზეზშემდეგობრივი კანონები მათი ქმედებებისა ჩვენს პირველ რიგში გავაცნობიეროთ ჩვენი ავი და კარგი ჭტილი და ნათელი და მივისწრაფოთ ნათელისაკენ ჭტილი ისედაც თანსდებს ხო სულ ამას ვერ გავექცევით ამიტომ მეტი სიყვარული ყველაფერს გურნავს პატიება, სიყვარული, გამართლება ვეძებოთ ღვთის წინაშე, როგორ გამართლეთ ღვთის წინაშე, ვინ გამართლება, მაგრამ ღმერთი ჩვენს გამართლებას ეძებს და არა გამტყუნებას და დასჯას და გამოჭერას რაიმეში, ცოდვაში და დასჯას. არა, გამართლებას ეძებს, პატიებას ეძებს. ღმერთო ჩემი გამართლებისა და გადარჩენის მძებნელო არის ერთ-ერთი ლოცვა. რომ ადამიანში ცუც კი არ ეძებს, უხალი კარგს ხედავს, რომ ის იმაში ჩაეჭიროს, ის გაზარდოს, გააღვიოს და შემდეგ გაცხოვროს ადამიანი. ჩავეჭიდოთ მეტად უფრო სულიერს მაცხოვრის კვართს ჩავეჭიდოთ და რა მატერიალურ ფასეულობებს ვეცადოთ რომ მოვინდომებთ ის რაც ადამიანს რეალურად ადამიანის საკუთრება არც და ვერც იქნება რაც უნდა ბევრი ფასეულობები მოაგროვოს თავის თავსაც არ ეკუთვნის ადამიანი ვერ არის რეალურად დე ფაქტო ადამიანის საკუთრება არაფერი არ არის მიწას იმიტომ თვითონაც თავის თავს არ ეკუთვნის თავისი სული სამშვილდე სხეულიანა ღმერთისა. მაგრამ სულიერს ჩავეჭიდოთ, სულიერ ფასეულობები მოვაგროვოთ, სულიერი სიმდიდრე, სადაც ვერავინ არ წაგვართავს ამას, სულიერი. ისიც ახლა პური ჩვენი არსობისა შეთქმა და ხელი სხეული და თავისი მატერიალური სამყაროში ვართ და ადამიანები ვართ, ხო? და სული სამშვილდე სხეული გვაქვს და ამაში რასაც ითხოვს, ესეც ამასაც შესაბამისი პროპორციული ათქმა ყურადღება და ღვაწლი ჭირდება, ამასაც კი არ ვარყოფთ ახლა, რაც განყენებულ ეიფორიულ და რაღაცა განყენებულსა და სტერილულ სულიერობას არ ვხედავთ. აქ ვარ მიწაზე ვცხოვრობ და დაზღვეული არა ვარ მატერიალური მოთხოვნილებებისაგან, არა ვარ დაზღვეული შეცდომებისაგან, დაცემებისაგან. ეს ისედაც ვიცით და არის, მაგრამ მე უფრო ვიზახ იმას, რომ მეტი აქცენტი, მეტი ყურადღება გავაკეთოთ სულიერზე, თორემ ისედაც ეს ამაში ამ გადასახადებში, ამ პრობლემებში, სულიერ თუ ხორციელ სულიერში გასაგებია, რომ ეს ხორციელი რაღაც თავისი გადასალახავი მოსაგვარებელი საქმეებს ამას რა გამონებს, ამას რა მოაწესრიგებს. ეს მუდამ მოწესრიგების პროცესია ამის. სულ მოუწესრიგებლად მოწესრიგების მთელი ცხოვრება შეიძლება ამის გადააყოლო. ესე რომ არ მოხდეს და მთელი ფსიქიური ენერგია, მენტალური ენერგია, ემოციონალური ენერგია, ხორციელი ჯანმრთელობა თან კიდევ არ გადააყოლოს ადამიანმა ამ ყველაფერს ისე გამოვიდეს მისი ინტერვალი, როგორც თქვი ეს გარბენის ბილიკი, ეს ფართობი, რომელშედაც აქ მიეცა ღვთის მიერ ყველა რომ არ იყოს და არ დაიკავოს, ამისათვის მოცემულია სულიერი ფასეულობები. და ეს სოფელი ისედაც ბოროტებაში ძევს, ხო, როგორც ჩვენი წმინდა საყვარელი იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ეს სოფელი ამ ბოროტებაში ძევს, ჩაფლულია ონტოლოგიურად, ეს დებულებაა, ჩაფლულია ამაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წარვიკეთოთ იმედი და დღეს კიდე. წარვიკეთოთ იმედი და დღეს.
იმედი რომ წავიკეთო და თქვათ რომ რადგან ბოროტებაში მაინც არაფერი არ გვეშველება და ხელი ჩამოიქნებიო. ნუ იქნება ეს მე ქრისტე გვაძლევს საშუალებას ზუსტად ამ ჩაძირულობიდან ამოგვიყვანოს და გადაგვარჩინოს, ხო? აღებული ხართ ამას ოფლისაგან, აბა სოფლიდან, ხო? ამას ოფლი, იმიტომ არ უყართ ამ სოფელს, ხო? ზუსტად აქვს კათოლიკოს ნახავთ. ზუსტად ამას ოფლს. მე პირველად მე მომიწონო. და ეს ოფელი არის ეს. იმიტომ ბოროტებაში ძებს მაგრამ ქრისტეს შეუძლია ამ სოფლის ციხიდან, ამ სოფლის ამა მატერიალური ხაფანგიდან, ციხიდან, დილეგიდან, რეზერვაციიდან, ვიტყოდი ამას სოფლის რაღაცა ეს საკნიდან გამოგიყვანოს, ხო? უნდა იცოდე ამ საკნის და ამ ციხის აგებულება, გასასვლელი გზები, როგორ უნდა გაიქცე აქედან, უნდა იცოდე როგორ არიდო თავი, როგორ თავს უშველო რა, სადრა საფრთხე და სადრა ასე ვთქვათ არის მახე დაგებული. ცოდნა ამისი კარგია, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. თუ მოხდი მახეში, ისიც უნდა იცოდე, როგორ დააღწიო თავი მახიდან, როგორ გაახვიდე გზას და ლაბირინთი ქრისტეს ნათელი, რომ გინათებს, გაახვიდე და გამოხვიდე ამ პატიმრობიდან და ტყვეობიდან, ამ მატერიალურ სამყაროს დომინირებისა და ტირანული ასე დატერორებული მდგომარეობიდან. სულ რაღაცა, ესე ვთქვი, მატერიალური გაჭირვება, კრიზისი, სკანდალი და ასე შემდეგ ადამიანის ხელში აქვს წაწერილი, ამით ქეჩოთია დაჭერილი. ესე რო არ იყოს, ამიტომ უფრო მეც სულიერზე გავაკეთოთ აქცენტი, რომ სული მოვიყვეთ. მეტუმად ეს მარხვაში და ეს სტრუქტურა ამ ყველაფრის სახარებაში, წმინდა წერილში, რა თქმა უნდა, მოცემული არის წმინდა მამათა დარიგებებში, ასკეზაში, ასკეტიკისა, ნაშრომებში და შემდეგ პატერიკებში შემდეგ მოცემული არის ყოველივე ის თუ როგორ გამთავისუფლდეთ ამ მახეებისა და ტყვეობისა. ვეცადოთ უნდა. მაინც არ სრულიად ვერ განთავისუფლდეთ, მაინც არ არის კაცი რომელიც ხონდეს და არასოდეს. მაინც გაჭირვება და მაინც იმძიმე გვექნება ამ პოსტსაბჭოთა სივრცის მოქალაქეები, რა ვქნათ. მაგრამ ეხლა უცოდინარიც იყო და არც ესადო, ეს გამართლება არგუმენტი არა. უცოდინარობა ვერასდროს ვერ იქნება ფუფუნება. და კომფორტი. უცოდინარობის ფუფუნება უნდა ბევრს და კომფორტი რომ არ ვიცი მომერი და დავიბენი. არ ვიცი დავიბენი მომერი და დავიბენი არ ვიცი როგორ გინდა რომელი კომბინაციაც და ეს ყველაფერი შეიძლება მიაწეყო რა თქმა უნდა. უცოდინარობა პასუხისმგებლობისგან რომ არან თავისუფლებს პირიქით უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღმნიშვნელია რომ ის უცოდინარობის წოდვად გეთვლება კიდევ. და ეს ფუფუნება არცოდვაო, ეს არის თავის დროებით პატარა მცირე ინტერვალზე, ვითომ მოტყუებაც არ არის პრინციპში, ალბათ რაღაც სხვა გზნობაა. ძალიან ხიბლური გზნობა. ამიტომ ვეცადოთ რომ მოვიცალოთ მეტი როგორც აღნიშნე სულიერისთვის გავთავისუფლდეთ ეგოიზმისგან. გავაცნობიეროთ ჩვენი ცხოვრების საზრისი მარხვაში მეტყველეს ეს საუკეთესო პერიოდი ამისათვის. ძნელია, მაგრამ აუცილებელია. ადვილი რა არის? აქ დგომაც ახლა ადვილია, ყველას თავისი პრობლემით მოხვედრით, ყველას თავისი გაჭირვება აქვს, თუ დახინება აქვს, ყველას თავისი რაღაცა კითხვა აქვს, ღვთისადმი თხოვნა, ვედრება გვაქვს ყველას, ვინა ვართ წმინდანები და ვინა ვართ დახინებული და აწყობილი ქრისტიანები, აწყობილი ცხოვრება ვის გვაქვს. და არც არის ეს, არც იგულისხმობს, სულიერი წინსვლა, სულიერიც არ გულისხმობს, ფუფუნებას, აწყობილ ცხოვრებას, დახინებულ კარგ მანქანებს, კარგ ბინებს, აწყობილ რემონტებს, გადასარევ საათივით, შვეიცარიული საათივით აწყობილ, ისე ვთქვათ, სმარტ ცხოვრებას, სულაც არ გულისხმობს ეს. როგორც არის ხოლმე რეკლამებში, ხო, ეს ძალიან ყველაფერი ლამაზად, როგორც ილუსტრაციები, რომ ილუსტრაცია ესეთი ისინი როა, ცხოვრების იდეალები, ჭყალებში კარგი ცხოვრების და რომ აჩვენებენ ან სერიალებში, რომ აი როგორი უნდა იყოს ეს ყალბის სტანდარტები. რა თქმა უნდა, სულაც არ გულისხმობს, პირიქით გულისხმობს, ავიგითო წმინდა ცხოვრები, რაღაცა წმინდა ცხოვრები, ქრისტეს ცხოვრება წავიგეთ, ქრისტეს გადაიტანა, ხო? ქრისტეს მისტიური ასეთელი სახარება. მერე ახლა აქედან გავამდენოთ წმინდა ცხოვრები წავიგეთ, ვინ იყო დახინებული, ვინ იყო კარგა და ვის ქონდა აწყობილი ცხოვრება და ყველა პირიქით ეს სულიერი წინსვლა და ეს სულიერი ღმერთთან ყოფნა ხო ხედავთ რა ტანჯვა წამებას და ამ ტანჯვისგან განთავისუფლებას გულისხმობს იმ ქრისტიანული მეთოდებით, რომლებიც მე აღნიშნე თორე. საერთოდ ვიყოთ ამისათვის, ვეცადოთ, რომ მეტი მოთმინება გქონდეს, რომ ამისათვის ვინ არის ესეთი ძლიერი, რომ რაიმეს გაუძლოს. რა თქმა ამიტომ და იქა რომ გამომცადე და გაუძლებო. და ანუ შემიყვანებ ჩვენგან სასწაულს, არა მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ევედრება ადამიანი.
მომაუჩებაში. ანუ შემიყვანებ ჩვენ, ანუ ჩვენთვის ევედრებს, ყველას ვევედრებ. საჩინელი არის განსასწრებელი, საჩინელი არის. ეს ჩვენ კიდე ღმერთი იმდენ რამისგან გვიფარავს, ჩვენ მადლობასაც არ ვმოგთხოვთ. მგონია რომ ეს თავისთავად ესე უნდა ყოფილიყო, არაფერს არ უნდა ყოფილიყო თავისთავად. ეს ღმერთი გიფარავს, თორე არავის არ დაუფიცია, რომ ყოველი დილა გაგითენოს და წაგიყვანოს, წამოგიყვანოს და მეტნაკლებად რაღაცა ფუნქცია შეასრულოს შენი და ჯვარი იდვეთ. ეს ღმერთი გაძლევს ამის საშუალებას, შენი ნებაყოფლობით, თანხმობით, რა თქმა უნდა, აღასრულებ ამ განგებულებას. იღებ მონაწილეობას ამ განგებულებაში. ეს კანონები უნდა ვიცოდეთ. მოცემულია ეს დიდი ხანია დადგენილია სახარებისეული ცნებების კანონები, აქსიომები. და ამიტომ წაღმა უნდა იწყოს ადამიანმა და რა უხურმა. და ეცნება რომ როცა ესე იქნება, საკუთარ თავს მეტად გააცნობიერებს, საკუთარ ასე ვთქვათ, მისიას გააცნობიერებს მეტად და უფრო ეფექტური იქნება მისი სულიერი ცხოვრება და ღვაწლი და ენერგია. დავხარჯოთ ენერგია, ვილოცოთ მეტი, რა თქმა უნდა, მეტი უნდა ვილოცოთ, მეტი უნდა დავხარჯოთ ენერგია. მაგრამ ეს ენერგია სასურველი არ არის, რომ ესე გაიფანტოს სადღაც, ხო? ვის უნდა რომ აზრობრივი ენერგიას, ემოციონალური, ხორციელი შრომა მისი თბილა გაიფანტოს და უნაყოფოდ წავიდეს. პირიქით, გვინდა რა ის რომ ეს სიკეთეს მოხმარდეს, თესოთ სიკეთეთ, იქ სიკეთეს მოვიგით. და ამას როცა ვაკეთებთ, ეს ყველაფერი უმიზნოდ და რაცა თავისი კონცენტრირებული უნდა იყოს და პოლარიზებული, რომ მიმართული, მიზან მიმართული უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომ შემდეგ ეს რომ მიაღწევს ჩვენ მიზანს, რომ ეძიებდეს სასწაულად სათესა სიმართლე მის, სიმართლესა მისსა, უკვე სიმშვიდე მოვიდეს, სიწყნარე მოვიდეს, ნათელის შეგრძნება მოვიდეს, თავისუფლად ვისუნთქოთ, ასე ვთქვათ, შევისუნთქოთ სიყვარული, როგორ არის შევისუნთქოთ ლოცვა, ვამბობ მე თვითონ დამოვისხოთ ჩემი შევისუნთქოთ ლოცვა, ამოვისხოთ სიყვარული, მოეწონათ ჩვენ მგელს და სულ ამას იმეორებს საკარგია მიხარი. ესეთი სუნთქვის რიტმი კარგია, შევისუნთქოთ ლოცვა, ამოვისუნთქოთ სიყვარული, ესე შეიძლება შევისუნთქოთ სიყვარული, ამოვისუნთქოთ ლოცვა, ესე შეიძლება დავუშვათ. მაგრამ ის უფრო ლამაზია, შევისუნთქოთ ლოცვა, ამოვისუნთქოთ სიყვარული. და ასე შემდეგ. ვისუნთქოთ ესე. ეს არის ქრისტეს რიტმით სუნთქვა, ქრისტეს ასე ვთქვათ, გულისცემით ფეთქვა ჩვენი ცხოვრების და არა სხვა რამე, არ ვთქვი ხა სხვა ძალების გულისცემით და რიტმით სუნთქვა და ცხოვრება. ამიტომ ესე ვეცადე. კლავ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც სახარებაში ჩვენთვის ნასურვებია და გვიწერია წირვაში, ლოცვაში, კვერექსებში და ამ შემდეგ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფალს უნდა, რასაც ყველას გისურვებთ. თქვენთან ერთად